რუსთავიორში მიმდინარე პროცესების შეფასებისას ივანიშვილი მოსამართლე ურთმელიძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებსაც გამოეხმაურა. კითხვები მოსამართლის მიმართ ყოფილ პრემიერ-მინისტრსაც აქვს. გარდა ამისა, ივანიშვილისთვის გაუგებარია საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიციაც. ამ კონტექსტში ივანიშვილი ნაციონალურ მოძრაობას ახსენებს და ამბობს, რომ ოპოზიციას საკონსტიტუციო სასამართლოში ბევრი მეგობარი ყავს. კითხვები არსებობს ჩემი მხრიდანაც. ამ კითხვებს პასუხი უნდა გავცეთ არა ჩვენ და პოლემიკაში შევიდნენ ერთმანეთთან ტელევიზიების წინ. არამედ ისევ სასამართლო. სასამართლოს აი ურთმელიძის გადაწყვეტილებაზე არსებობს კითხვები. რომ ამდენაც აი ეს მართველი უნდა შეეყვანა თუ არ უნდა შეეყვანა და შეიძლება თუ არა. პირველი რაც შეიძლება თქვათ. ვერც ნაციონალური მოძრაობის წევრები და ვერც თქვენ ვერ შემახსენებთ ვერც ერთ პიროვნებას, ვინც ამბობს, რომ მან კონსტიტუცია დაარღვია და კანონის შარშევებიდან გავიდა. თუ შეეშალა ერთს, სასამართლო სისტემაში ესდევს, მას აკონტროლებს შემდეგი ინსტანცია და თუ ესეთი არის, ამაზე უარს ამბობს. ნაციონალური მოძრაობა, რომელიც ცდილობს თავისი მეგობრებით ნაცვლად იმისა, რომ პასუხი გასცეს საერთო სასამართლოს კითხვებს, ცდილობს ნორმების გაუქმებით უპასუხოს სასამართლო ნორმების კანონების გაუქმებით და ნორმების შეჩერებით გასცეს პასუხი და საბოლოო ჯამში რასაც ვერ მიაღწევენ, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში სასამართლომ კი არ გაასამართლოს, ნაციონალურ მოძრაობამ გაასამართლოს და კარვები და ეს ხელჩართული, თქვათ, ომები უკვე მობილიზებული აქვთ. თქვენ ჩანაწერების და ნახეთ და მეც მოვისმინე და ჩანაწერებზე უარი თვითონ არ უთქვამს სააკაშვილს და ბოგერიას და ამიტომაც მეც სარგებლობ რომ ისინი ამისთვის ემზადებოდნენ. ლინჩის წესზე უნდა დაიყვანონ ნაციონალური მოძრაობის წევრებმა დღევანდელი საზოგადოება. და ამით ცდილობენ რაღაც კანონიერი ნორმები შეაჩერონ და საბოლოო ჯამში აქადა ვერ მიაღწევენ ამას ეს არ მოხდება. ეს გადაწყვეტილება რომ მართველები ზეპირი მოსმენის გარეშე დაინიშნენ და ამისთვის ისე ვიმეორებ მოსამართლეს ჰქონდა საფუძველი რის საფუძველზეც ეს გააკეთა. პოლიტიკურად თუ ამ ეს ანალიზს გავაკეთებთ, რა თქმა უნდა აბსოლუტურად დამაზარალებელია ეს დღევანდელი მთავრობისათვის და პირადად ჩემთვის და მე თუ ამ პროცესებს მართავდი ამ მთავრობა, მაგდენ ჯგუაც მეყოფოდა, რომ ესეთი გადაწყვეტილებაზე არ მიმინიშნებინა, რაც დღეს გააკეთა, ვთქვათ, რატო გააკეთა. თუ ჩემზე კითხვებია, ვთქვათ, დღევანდელ მთავრობაზე, მე მაგდენ ჯგუა მეყოფოდა, რომ ესეთი აჟიოტაჟის საშუალება არ მიმეცა. იმიტომ კი არა, რომ ეს უკანონოა. იმიტომ რომ ამის პრაქტიკა ძალიან ცოტა საქართველოში და ესეთი მაღლა აწეულით თემიდან, რომელიც მათ მოახერხეს და ასიეს, თორე ისე არაფერი გასაწევი არაა. რუსთავი 2 ჩემთვის, როგორც ტელევიზია და მთავრობის წევრებთანაც, ვისთანაც მაქვს მე შეხება და მქონია საუბარი. საინტერესოა სწორედ ესეთ ფორმაში, როგორც დღესაა. ჩვენ არჩევნები რეალტივით მოვიგეთ. მე პირადად რეალტივი ყველაზე მეც მეხმარებოდა. დღევანდელი რუსთავი 2 რეალტივიდან არაფერ განსხვავდება, აჟიტირებულია უფრო მეტია ხალხი ხებულობს მონაწილეობას. რა თქმა უნდა, რაც დიდხანს მოიხმარს რუსთავი 2-ს ნაციონალური მოძრაობა, მით უფრო ღრმად წავა ქვემოთ, ზემოთ არა. მით უფრო ღრმად წავა, იმიტომ რომ საზოგადოებამ ნახა რაც არის ამ ტელევიზიის ხელწერა. არავინ არ არის მთავრობაში დღეს ესეთი ბრიყვი და მით უმეტეს ჩემზე მეანიშნებენ ყველაზე მეც, რომ ამის გუ არ მყოფნიდა, რომ ესეთი კოზირი არ გადამეგდო მაგათთვის. კოზირი განსაკუთრებით აი ზეპირი მოსმენის გარეშე მართველის დანიშნა. მე გავაკეთე მინიშნება და ამის იქით არ გავიდოდი, რომ სამეგობროთი ცდილობენ კონსტიტუციური ნორმები შეაჩერონ და ლინჩის წესით დაიწყონ მერე გასამართლება და კარვებით. ეს ვერ მოხდება. შეეცდებიან გამორთვასაც დარწმუნებული ვარ. შეეცდებიან როგორმე გამორთონ რუსთავი 2, თვითონ გვარამია და ეს ჯგუფი რა თქმა უნდა, იმისთვის ისევ რომ დააზიანონ მაქსიმალურად ხელისუფლება. რუსთავი 2-ის გარდა ივანიშვილმა მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებით შეაფასა, მათ შორის გამოეხმაურა მოსმენების საკითხს. ყოფილი პრემიერი ირწმუნება, რომ საქართველოში აღარავის უსმენებდა, ამის მთავარი მიზეზი უშიშროების სამსახურის ღირსეული ხელმძღვანელია. კიდევ ერთხელ ივანიშვილმა დღეს მესამე სექტორი გააკრიტიკა. არასამთავრობოთა დიდი ნაწილი გიგაურის ხელმძღვანელობით, რომლებიც არასამთავრობოა წარმოგვიდგებიან და როგორც იქნა რეალურ სახეს გვაჩვენებს ახლა პოლიტიკაში თავისას, თუ ეს გადაწყვეტა, რა თქმა უნდა, ნაციონალური მოძრაობის გაგრძელებაა და მათ საუბედუროდ ისინი ძალიან აბინძურებენ სამოქალაქო საზოგადოებას. მათი იქ ყოფნით, კარგი იქნება, ყველა დანარჩენი ნაწილი სამოქალაქო საზოგადოებას რომ უწოდებენ თავის თავს NGO-ებს და რეალურად არიან გაგრძელება და სტრუქტურის ნაწილი ნაციონალური მოძრაობის, კარგი იქნება ისინი თუ საკუთარ სახელს დაარქმევენ, როგორც გიგაურმა, როგორც იქნა გადაწყვეტა. მე გამოვრიცხავ ყველანაირ უკანონო მოსმენებს დღეს. ისეთი კაცი უდგას დღეს სათავეში უშიშროების სამსახურს, რომ არაფრით არ იკადრებს. თუ ვინმე გადაცდება, მას აი ხვედელიძე ხავს თქვენ კარგ მაგალითად, რომელიც არაფორმალურად კიდევ მეორე შტაბის უფროსი იყო ჩვენი ახალი პარტიის და ძალიან დიდი წვლილი აქვს მას იმ გამარჯვებაში, რაც ჩვენ მივიღეთ. ერთი წუთის არ დავფიქრებულ ვარ და არ დაგვიზოგნია ჩვენი გუნდის წევრი.
ბიძინა ივანიშვილმა დღეს ისაუბრა პატა ბურჭულაძისა და ეკა გიგაურის პოლიტიკაში შესაძლო ჩართვასთან დაკავშირებითაც ყოფილმა პრემიერმა თქვა, რომ მას არ აქვს ინფორმაცია ბურჭულაძის პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით, რაც შეეხება ეკა გიგაურს. მისი განცხადებით მას მოუწონა ეს გადაწყვეტილება პრემიერმა, ყოფილმა პრემიერმა და განაცხადა, რომ ბოლო დროს ეკა გიგაურის განცხადებები არ მგავს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლის განცხადებებს. ეს განცხადებები დღეს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საერთაშორისო ოლიმპიადის პრეზიდენციაზე გააკეთა. მადლობა ექს-პრემიერის განცხადებები ნანუკა ქაჯაიამ გაგვაცნო.